გამარჯობა, დაგიბრუნდით მორიგი ვიდეოთი, როგორც შეგვირდით, გავაგრძელებთ მხაზულობით გეომეტრიას. წინა ვიდეო ვინც ნახეთ, ამოხსენით ეს ამოცანა. რაც საკმაოდ შრომატევადი იყო, ამოცანა მოიაზრებდა მანძილის მოძებნას M წერტილიდან რაიმე, ან ზოგადად წერტილიდან რაიმე სიბრტყემდე. აქაც იგივე ვარიანტია, ზუსტად უბრალოდ სხვა მეთოდს გამოვიყენებ ამოცანის ამოხსნის. შედარებით მარტივს, მაგრამ ერთ რამეს შეგახსენებთ, თუ ამ მეთოდის გამოყენებას აპირებთ გამოცდაზე, შუა სემესტრულ გამოცდაზე არის მხაზულობით გეომეტრიის საგანში, თუ არ ვთქვი ტექნიკურ უნივერსიტეტში, არქიტექტურის, სამშენებლოს და კიდევ ზოგადად ქართულენოვანი რაც ისწავლება მანდ მაგ ფაკულტეტებზე, სადაც არის მხაზულობითი, წესით ყველგან იგივე ამოცანაა. მაგრამ ერთი რამე გადაამოწმეთ ლექტორთან. შეიძლება ითხოვენ ზუსტად ამ ამოცანის, ანუ ასეთ ამოხსნას, ან შეიძლება ნებადართული იყოს ასეთი ამოხსნაც. ბევრად მარტივია ასეთი ამოხსნა, ამიტომ, არ ვიცი, ეგ თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, თქვენ უნდა მოაგვაროთ. ეს ამოხსნა, ან ამოცანის ეს გადაწყვეტა, რომელსაც ახლა გაჩვენებთ, ეს არის გეგმითა სიბრტყისწყლის მეთოდით მიღებული. გეგმითა სიბრტყისწყლა ვიცით, რომ ხისტი არის გეგმილთა სიბრტყეები, გეგმილები არ იცვლება, უბრალოდ ჩვენ გადავაადგილდებით, ისე დავდგებით, რომ ჩვენთვის ხელსაყრელად დავინახოთ ესა თუ ის ობიექტი. ამ შემთხვევაში ეს ობიექტი იქნება სიბრტყე, რომელიც უნდა დავინახოთ მაგეგმილებელ მდგომარეობაში. მაგეგმილებელ მდგომარეობაში რომ დავინახოთ, აიღეთ სამკუთხა სახაზავი და ისე შეხედოთ, რომ მარტო ერთ ხაზად ჩანდეს. აი ეგ ნიშნავს მაგეგმილებელ მდგომარეობას. ყველაზე მარტივი მეთოდი მაგის არის, თუ ამ ფრაზას გამოვიყენებთ და დააკვირდით, თუ გავხედავთ დონის წრფეს, დონის წრფის ნატურალურ ზომას თუ გავხედავთ. გახედვა ნიშნავს დამხმარე გეგმილთა სიბრტყის შემოტანას რაიმე წრფის მართობულად. მოდი ჯერ ვისაუბროთ, რატო ვაკეთებთ ასეთ რაღაცას, ვიდრე უშუალოდ მივალთ ამოხსნამდე. თუ კი ჩვენ ABC სამკუთხედს სიბრტყეა, მაგრამ სამკუთხედას დავარქმევ ამ შემთხვევაში. დავინახავთ სწორედ მაგეგმილებლად, მასზე დაშვებული ნებისმიერი მართობი დაუმახინჯებლად აღმოჩნდება. დაუმახინჯებლად აისახება, ასე ვთქვათ. ამისთვის კი საჭიროა, რომ რა თქმა უნდა გეგმითა სიბრტყისწყლა გამოვიყენოთ. ბრუნებაც შეიძლება, მაგრამ ბრუნებას არ ვიყენებ, რადგან საკმაოდ რთული არის და არაინტუიტიური, ასე ვთქვათ. ხოლო, როდესაც ABC სამკუთხედის მაგეგმილებელი მდგომარეობა გვაქვს, მაგალითად, ძალიან მარტივი მაგალითი რომ მოგიხაზოთ, ესეთი სიბრტყე გვაქვს, დონის სიბრტყე არის, აქ გვაქვს რაღაც წერტილი, ამ წერტილიდან მანძილის პოვნა არის ძალიან მარტივი, უბრალოდ მართობს დავუშვებთ. ხოლო, აქ კი რა თქმა უნდა ასეთი მარტივი სიტუაცია არა გვაქვს, გვაქვს რაღაც ზოგადი მდებარეობის სიბრტყე, ამიტომ როგორც თქვი, უკვე 1000 ჯერ გავიმეორე, რომ უნდა გადავაქციოთ მაგეგმილებლად. ამისთვის ორი ვარიანტი გვაქვს, ან გამოვიყენებთ ფრონტალს, ან გამოვიყენებთ ჰორიზონტალს. ყველაზე მარტივი ამ ორი წრფით არის. ამ შემთხვევაში მოდი გამოვიყენებ ალბათ ფრონტალს, მირჩევნია რომ აქ ავაგო ეგ ყველაფერი. ფრონტალს გავატარებ A წერტილიდან, აქედან მოდი დავისესხებ უბრალოდ აი ამ სტაფილოსფერ ხაზს და A წერტილიდან გავატარებ. რატო A წერტილიდან? მარტივია, ხო? წრფეს განსაზღვრავს მინიმუმ 2 წერტილი. შემეძლო ფრონტალი აქაც გამეტარებინა, არ იქნებოდა დანაშაული და შეცდომა, უბრალოდ 2 დამოუკიდებელი წერტილი უნდა მომეძებნა. დამენიშნა, მიმეკუთვნებინა და შემდეგ ფრონტალური გეგმილებიც მომეძებნა, როდესაც ამ შემთხვევაში მარტო ერთი დამოუკიდებელი წერტილის მოძებნა მიწევს. A წერტილი უკვე დაფიქსირებულია, მისი ფრონტალური გეგმილი მაქვს, როგორც ხედავთ, ამიტომ აღარ ვწვალობ ამაზე. ხოლო რაც შეეხება აქ, უბრალოდ წერტილს დავნიშნავ, დავარქმევ თავის შესაბამის სახელს, იქნება ეს ლათინური ასოებით თუ უბრალოდ ციფრს დააწერთ, არაერთი განსხვავება და პრობლემა არ იქნება. ვინაიდან წერტილი 1. მოდი ჯერ სახელიც დავაწეროთ, ფრონტალი და მერე მივუბრუნდეთ, რასაც ვამბობდი, ოღონდ ინგლისურად.
დავაწეროთ, ხოლო ეხლა დაუბრუნდეთ იმას, რასაც ვამოვიდით, ვინაიდან წერტილი 1 მდებარეობს BC გვერდზე, სამკუთხედის BC გვერდზე, აქაც შესაბამისად უნდა იყოს BC გვერდზე. არ შეგეშალოთ და არ მონიშნოთ AB-ზე. საკმაოდ მაცდურია, როდესაც უკვე კავშირის წრეს ამოიყვანთ აქამდე, აი, გინდათ რომ გაჩერდეთ. აღარ უნდა გააგრძელო, ხო არა და AB-ზე არ ძებს, ხო ერთი წერტილი ძებს BC-ზე. შესაბამისად BC-ზე უნდა იყოს მისი ფრონტალური გეგმილიც. აქაც წერტილი დავნიშნოთ, სახელიც დავარქვათ. პირიქით უნდა გამიგეთებინა 1 2 და აქ ახლა დავაკვირდეთ, ფრონტალი განსაზღვრული იყო წერტილებით A და 1, აქაც შესაბამისად A და 1-ით ერთსახელა გეგმილებით იქნება განსაზღვრული. ერთსახელა გეგმილი იმას ნიშნავს, რომ აქ სუფიქსად ორიანები წერია. გავავლეთ ფრონტალი, სახელიც ვუბოძოთ. ოღონდ ორიანი მივუწეროთ, რომ ისი ფრონტალური გეგმილია და მივიღეთ ნატურალური ზომა ამ ფრონტალის. ანუ ვინაიდან ეს წრფე x ღერძის პარალელურად არის განთავსებული, მისი ნატურალური ზომა დაუმახინჯებელი, ანუ ნატურალურ ზომად გამოჩნდება მისი აი ეს გეგმილი, ხო? ნატურალურ ზომას შემიძლია გავხედო. ანუ შემიძლია ახლა ავიღო რაიმე სიბრტყე ამის მართობულად, აი ესე გავატარო, მართობულობის ნიშანს ალბათ აქ შეამჩნევთ. და ნუ რას ვაწერ ახლა ამ სიბრტყეს, ხო? აქ თუ x1 2, იმიტომ ეწერა, რომ ეს იყო პირველი და მეორე გეგმილთა სიბრტყეების თანაკვეთა, ეს შესაბამისად იქნება x 2 4. ეს არის მეორე და მეოთხე გეგმილთა სიბრტყეების თანაკვეთა. რატო არა მესამე? ნუ მესამე უკვე გამოყენებულია პროფილური გეგმილთა სიბრტყე, ამიტომ აქ აღარ დავაწერ. მეოთხე რაღაც დამხმარე სიბრტყე შემოვიტანეთ. ახლა რა ხდება? კი ბატონო, გავავლეთ ეს. აი წარმოიდგინეთ, ეს არის ახალი x ღერძი, ხო? აი რა დამოკიდებულებას ხედავთ ამ ორ წრფეს შორის, ანუ კავშირის წრფესა და ღერძს შორის. ისინი მართობულები არიან, ხო? აქაც არაფერი არ იცვლება, ESN-იც მართობულად განთავსდებიან ახალი ღერძის მიმართ, ყველა წერტილი წავა, ანუ გაყვება ეს ყველაფერი, ნუ რა თქმა უნდა, A წერტილს უბრალოდ ფრონტალს გავაგრძელებ, რადგან ფრონტალი A წერტილიდან იყო დახაზული. ალბათ შენიშნავთ, რომ ჯერ რაღაც ჰაერზე ვიღებ პირობითად ზომებს, არ ვუყურებ მის ზუსტ მანძილებს, უბრალოდ ჩემი მთავარი მიზანი ახლა, ერთადერთი მიზანი, ასე ვთქვათ, არის ის, რომ მართობულად გადავიტანო ყველა ეს წერტილი. კი ბატონო, ეს ყველა კავშირის წრფე მართობულად გადმოვიყვანი აქეთ, უბრალოდ რა ზომა უნდა გადავიტანო მასზე, ანუ რა უნდა გავაკეთო, ხო? ამისთვის ვიყენებთ ზომას, რომელიც არის 2 ხედით უკან 1 უკანა ღერძამდე. ანუ გავიაზროთ 2 ხედით უკან, ანუ 1 ხედი, 2 ხედით უკან 1 უკანა ღერძამდე, ანუ აქამდე. ანუ გჭირდება კავშირის წრფის აი ეს ნაწილი. აი ეს. ფარგლით მონიშნავთ. გადაიტანთ აქ. და რაც მოინიშნავ, ანუ უკვე წერტილია. შეგიძლიათ ბარემ დააწეროთ სახელით. ნუ მე მოდი ჯერ ყველაფერს მოვნიშნავ და მე მივხედოთ მაგას. C წერტილისთვისაც იგივეს ვიზამთ, არ არის აუცილებელი ყველა წერტილი სათითაოდ მოძებნოთ, ორიც საკმარისია, ნახავთ რატომაც. მაგრამ ამ შემთხვევაში სადემონსტრაციოდ, ასე ვთქვათ, იგივეს გავაკეთებ სამივე წერტილისთვის. B წერტილისთვისაც იგივენაირად მოვიქცეთ. ბარემ M წერტილიც გავაყვალოთ. არ დაიწყოთ სახაზავით მილიმეტრების და ნანომეტრების ზომა, ფარგლით კეთდება ეს საქმე და დაიმახსოვრეთ. ასე. ახლა რატო ვთქვი თავიდან, რომ არ იყო აუცილებელი სამივესთვის საცალკე გადაზომა, ორიც საკმარისი იქნებოდა.
ეს იმიტომ, რომ თუ აი დავაკვირდეთ, თუ რაღაც შეცდომა არ მომივიდა ახლა და მილიმეტრი არ გამეპარა აქეთ იქით, წესით სწორად უნდა გამოვიდეს. თუ A წერტილი ან C წერტილიდან წამოვიდოდი A წერტილამდე და შემდეგ ამას გავაგრძელებდი, დავინახავ, რომ ზუსტად B წერტილში გაივლიდა. ანუ ეს რო არ მქონოდა აქ და უბრალოდ კავშირის წრე მქონოდა გამოგრძელებული, სადაც აი ამ წრფის გაგრძელება, აი ამ კავშირის წრფეს გადაკვეთდა, მან ავტომატურად დაინიშნებოდა B წერტილიც. ну თუ გააკეთებ და გადაამოწმებს თქვენს ცოდნას, კი ბატონო, სამივე წერტილისთვის გადაზომეთ. უბრალოდ საჭირო არ არის ზედმეტი წვალება. აი ახლა მთლიანი სამკუთხედი ჩანს ასე, მაგრამ ჯერ რა თქმა უნდა არ დაგვიმთავრებია, სახელებიც უნდა დავაწეროთ, გავაფორმოთ ისე როგორც სტანდარტი მოითხოვს. დავიწყოთ ამ წერტილით, არ აქვს მნიშვნელობა. დავაწეროთ M4. ეს იქნება C4. აი აქ დაიწერება A4 უდრის, ანუ შეეთავსება, უდრის არ არის სწორი ტერმინი, უბრალოდ ტოლობის ნიშანია და მაგიტომ ისე არის, ანუ შეეთავსება ფრონტალს. ანუ F4-ს. და აქეთ რა თქმა უნდა გვექნება განდეგილი B წერტილი. აი აქ აი ეს ადგილი ახლა მთლიანი სიბრტყე არის ერთხაზად წარმოდგენილი. ამაზე თავისუფლად შემიძლია დაუშვა მართობი. მასეც მოვიქცეთ, დაუმახინჯებლად აისახოს მართობი. ბატონო, აი ეს არის. უკვე ნატურალური ზომა გამოჩნდა, აი ეს წითლად რაც არის მონიშნული, ეს არის ამის ნატურალური ზომა, რომელიც არის მანძილი M-დან ABC სიბრტყემდე. სახელიც დავაწეროთ. ისევ მოდი კაწერტილი დავარქვათ. ახლა კაწერტილი, კი ბატონო, ვიპოვე ზომაც დავინახე, გეგმილებზეც ხომ მაინტერესებს არა თავდაპირველ გეგმილებზე. თუ მართობულად მოვედი აქამდე, უკანაც მართობულად დავბრუნდები. ძალიან მარტივი პრინციპია. წამოვედით, მაგრამ სადამდე უნდა წავიდე, ხო? აი, სად იქნება ეს კაწერტილი? აი, წინა ვიდეოდან თუ გავიხსენებთ, ანუ მართობი, კი ბატონო, აქ დაუმახინჯებლად ჩანს. აქაც დაუმახინჯებლად გამოჩნდება ფრონტალის მიმართ. ანუ რა ვთქვი ახლა მე? აი ესე რომ წამოვა მართობი, სადაც გადაკვეთს აი ამას, კადან წამოსულ კავშირის წრფეს, აი მანდ იქნება ზუსტად აი ეს კაწერტილი. მოვნიშნავ, სახელსაც დავარქმევ, დიდკას დავწერ. კარგი ბატონო. აი ახლა გვაინტერესებს, სად იქნება K1. სადღაც აქ არის, მაგრამ არ ვიცი სად. ვიცი რომ ფრონტალზეა აგრეთვე. შემიძლია აქ რაიმე წერტილი დავნიშნო. ამის პოვნის რამდენიმე მეთოდი არსებობს, უბრალოდ ერთ-ერთს გაჩვენებთ. აი მე 2-2 წერტილი. რაზე ძებს 2-2 წერტილი ჩემ თავს კითხო, ეს არის BC-ზე, ქვემოთაც BC-ზე იქნება. ქვემოთაც პირობითად ვამბობ, ისე გულისხმობ ჰორიზონტალურ გეგმილთა სიბრტყეს. სახელით შესაბამისი დავაწეროთ. კავშირის წრფე არ უნდა კვეთდეს არც ერთ ასობგერას, ეგეც გაითვალისწინეთ. მეორე წერტილი რატო არ დამჭირდა? ფრონტალები ყველა არის ერთმანეთის პარალელური, ხო? ორივე ხედში. ანუ აქ თუ უბრალოდ ამის პარალელურს გავატარებდი, ეს იქნებოდა ის ფრონტალი. აი ეს. და ამას უბრალოდ აი სადაც გადაკვეთეს ამათმა ერთმანეთი, ანუ აქ მოხდება კაწერტილი. ახლა თქვენ განსაჯეთ, რომელი უფრო მარტივია, ეს უფრო მარტივი გზა თუ ეს უფრო მარტივი გზა? მე მაგალითად გეგმილთა სიბრტყის ცვლას ვამჯობინებ.
ხოლო მეორე ვარიანტი, რაც შეიძლებოდა კ-წერტილის მოძებნით, ნუ შეიძლებოდა 2 წერტილით მიგეკუთვნებინათ რაღაც ასეთი წრფეზე, ასეთ დახრილი წრფეზე, არ ქონდა მაგას მნიშვნელობა, რომ საქმეს გაერთულებდით. მეორე ვარიანტი იყო ის, რომ ჰორიზონტალიც გეპოვათ და აქ ეს წრფე, რა თქმა უნდა, მოხდებოდა ჰორიზონტალის მართობულად. როგორც გითხარით, თქვენ შეაფასეთ, თქვენ გადაწყვიტეთ, რომელი მეთოდი ჯობია, მაგრამ თუ გამოცდაზე ითხოვენ ამ მეთოდს, გააკეთეთ ეს მეთოდი. თუ ნება გაქვთ დართული, რომ ეს გააკეთოთ, გააკეთეთ ეს მეთოდი. ერთ წელიწადს მახსოვს, რომ რატომღაც ყველა მოინდომა ამ მეთოდის გაკეთება, ერთი ორს ვაუხსენი და მერე აღარავის აღარ გამოუვიდა. იმიტომ რომ დაიწყეს ფურცლის, აი ახლა რომ მოგიხაზოთ მაგალითად. აი ეს იყოს A4 ფორმატი. დაიწყეს ასე, ეს ნახაზი იქით გადავიდა, მერე დაიწყეს მეორე ფურცლის სკოჩით მიკრობა და რაღაცა სისულელეა, ხო? თუ ამ მეთოდს აკეთებთ, განსაზღვრეთ, თუ ნება გაქვთ დართული, განსაზღვრეთ, რომ აი ესე კეთდება. აი ესეთ ჩარჩოში მოაქციოთ. ამას კარგი სივრცითი ხედვა ჭირდება. ხო, დღეისთვის სულ ეს არის. იმედია, დაგეხმარებათ რამე შეშვიდოთ, თუ რამე კითხვები გქნებათ, მომწერეთ ან დამიკომენტარეთ. წარმატებებს გისურვებთ და მომავალ შეხვედრამდე.